მოგესალმებით ყველას მეგობრებო და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ცოტა განსხვავებულ თემებზე. ეს არის მუსიკალური სტრიმინგები და რამდენ სიხდიან ისინი თითოეული ტრეკის მოსმენაში. ანუ რამდენ სუხდიან მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმები თითოეულ შემსრულებელს, ავტორს, რომელსაც ატვირთული აქვს თავისი მუსიკა კონკრეტულ პლატფორმას. ვინც არ იცის იმათ ვეთყვი რა არის მუსიკალური სტრიმინგ სერვისი, ხო? ანუ ყველას გაგვიგია ჩვენ Spotify, ვიცით, ბევრს დარწმუნებული ვარ ტელეფონშიც გაქვს, რაც თქვენ უსმენთ თქვენთვის საყვარელ მუსიკებს. ზუსტად Spotify არის მუსიკალური სტრიმინგი, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გლობალურია და პოპულარული. გარდა Spotify-ისა, რა თქმა უნდა, არის კიდევ უამრავი პოპულარული მუსიკალური სტრიმინგ სერვისები, რომლებიც უწევენ კონკურენციას Spotify-ს და მე რომ გითხოთ, ბევრად უფრო ღირსეულებიც არიან, ვიდრე თქვა Spotify. ამიტომ ეს ვიდეო უფრო გამოადგევათ იმათ, ვინც მუსიკით არის დაკავებული, ვინც მუსიკის კრეატორია, ანუ შემქმნელია, კომპოზიტორია თუ მომღერალია თუ ასე შემდეგ, ანუ ვინც არტისტია, მოკლედ. გადაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია იქნება დღევანდელ ვიდეოში წარმოდგენილი. დღეს გავიგებთ თუ რამდენ სუხდიან თითოეული სტრიმინგ სერვისები, რაც სოფლიოში ყველაზე პოპულარულია. თითოეულ არტისტს ყოველ 1000 მოსმენაზე. ყველამ ვიცით, რომ სტრიმინგ სერვისები უხდიან ფულს არტისტებს. იქიდან გამომდინარე, რომ მათი მომსახურება ხშირ შემთხვევაში არის ფასიანი და თქვენ რომ მოусმინოთ Spotify-ად თუ ნებისმიერ ამ თვეში მინიმუმ $5-დან ზევით იწყება ფასები. და რა თქმა უნდა თქვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ყოველ 1000 მოსმენაზე თითოეულ არტისტს ნებისმიერ ტრეკზე რა თქმა უნდა გარკვეულ თანხას უხდის კონკრეტული სტრიმინგ სერვისი და პლატფორმა. ამ ვიდეოს გაკეთება გავუწევ, იმიტომ რომ Spotify-ის ძალიან ბევრმა არტისტმა რომ უჩივლა უკვე, იმიტომ რომ შეუმცირდათ ეს გადასახადი და მოდი მივყვეთ და გავიაროთ უკვე ეს ყველაფერი რა როგორ და რანაირად. მუსიკალურ სტრიმინგ სერვისებს აქვს ეგრეთ წოდებული მაღალი რეზოლუციის, ანუ hi-fi მუსიკის მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ თუ გაქვთ კარგი აუდიო აპარატურა, იქნება ეს ყურსასმრება ან სპიკერები და ჩემთვის მაგალითად ფავორიტი არის დაიდალი, რომელიც მართალია ძვირი ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხარისხიანი მუსიკა. რა განსხვავებაა სტანდარტულ მუსიკასა და high-res, ანუ მაღალი რეზოლუციის აუდიო შორის? ეს უკანასკნელი არის სტუდიური ხარისხით, ანუ ის რაც იწერება სტუდიაში და რა ხარისხითაც კეთდება თქვა დისკებში, ანუ CD ალბომები, რასაც ჩვენ მეძახით და დისკის სახით გამოსული რაც არის, ზუსტად იგივე დონის ხარისხი დევს აი აქ, რაც არ აქვს Spotify-ის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის 2 წელია მუშაობენ, რომ გააკეთონ, წელს გვირდებიან და ჩაუშვებთ რა თქმა უნდა. თუმცა ნახოთ რა გამოვა Spotify-ის, იმიტომ რომ ჰქონდა ერთი პერიოდი, მე კრახი განიცადა ამან და შესაბამისად იმის მერე ვეღარ მოუვეს თავი. ეს სტატისტიკა გააკეთა სოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, რომელსაც ქვია Duet-ი. Duet-ი არის ორგანიზაცია, რომელიც როგორც დამწყებს არტისტებს, ასევე პოპულარულ არტისტებთანაც მუშაობს და სწორედ ის ეხმარება, რომ სტრიმინგ პლატფორმებზე თითოეული არტისტის უფლებები იყოს დაცული. ისინი ეხმარებიან პოპულარობაში არტისტებს სტრიმინგ პლატფორმებზე და უდიდესი ქსელია მსოფლიოს 30 ქვეყანაში თანამშრომლობს უამრავ 700-ზე მეტ არტისტთან საერთო ჯამში და დეტალები შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ. სოციალური ქსელის გვერდები აქვს როგორც Instagram-ზე, LinkedIn-ზე და ასე შემდეგ. მოკლედ არ შევჩერდები ამაზე, შეგიძლიათ მოიწიოთ. ამაზე მიუბრუნეთ თავს, ვინ იხდის ყველაზე მეტს და ვინ იხდის ყველაზე ცოტას. Top 8, ანუ ის 8 საუკეთესო სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც იხდის. ყველა ცოტას იხდის TikTok-ი, რა თქმა უნდა, $0.5 ანუ 50 ცენტს ყოველ 1000 მოსმენაზე. შემდეგი მოდის Spotify, სადაც $3 იხდიან, მხოლოდ ყოველ 1000 მოსმენაზე. შეამცირა Spotify-ი ეს მონაცემულობა, ცოტა მეტი იყო და რომ კვლევებში წერია, რომელიც ლინკსაც რა თქმა უნდა ქვემოთ აღწერაში დავდებ და შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაიცნოთ ამ ყველაფერს. Spotify-ს $3 გახადა, რა თქმა უნდა, რაც უფრო ცოტა ვიდრე Pandora. შეიძლება ბევრს არც გეცნობა. Pandora სულ რაღაც 20 ცენტით, მაგრამ მაინც მეც უხდის ვიდრე Spotify და დამიჯერეთ Pandora-ს იმდენი მომხმარებელი ნამდვილად არ ეყოლება, რამდენიც ყავს Spotify-ს. Spotify ალბათ არის ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტი subscriber-ი ყავს სავარაუდოდ სოფლიოში. და ის ერთ-ერთ იმაზე ცოტას იხდის მუსიკალური არტისტებისთვის, როგორც ვიდრე Pandora. ამან სწორედ ამიტომ იყო დღეს აჟიოტაჟი მსოფლიო პრესაში, აი ამ
პრეცედენტის და კვლევების გამო და შესაბამისად Spotify-ის ძალიან სერიოზული პრობლემები უკვე აქვს არტისტებთან. შემდეგი არის Deezer-ი. Deezer ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური სტრიმინგ სერვისია. ის იხდის $4.8 ყოველ 1000 მოსვლენაში. შემდეგი არის YouTube Music, ანუ YouTube-ის დამატება მუსიკის, ისიც ზუსტად ამდენივე იხდის, რამდენსაც Deezer-ი. Top 3-ში მოდიან Apple Music-ი, ანუ Apple-ის მუსიკა და ეს იხდის უკვე ყოველ 1000-ზე $6.2. Tidal მოდის შემდეგ, რომელიც $6.8 იხდის და რა თქმა უნდა ლიდერი არის Amazon-ი, რომელიც Amazon Music, ან თავის დამატება Amazon-ი $8.8 უხდის თითოეულ არტისტს. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს. ყველაზე ბევრს Amazon-ი იხდის, ხოლო ყველაზე ცოტას იხდის TikTok-ი და Spotify. მოკლედ, დღეს მინდოდა რომ მიჩვენებინა ეს ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ საინტერესოა, არხი გამოიწერეთ, მოიწონეთ ვიდეოები, კიდევ უფრო მეტ საინტერესო კონტენტ შემოგთავაზეთ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. ხოლო აი ეს კვლევა, რომელიც არის საინტერესო, აუცილებლად გაუზიარეთ ისეთ ადამიანებს, თქვენს გარშემო დარწმუნებული ვარ, იქნებიან, რომლებიც დაკავებულები არიან მუსიკით და მუსიკალური მიმართულებებით, არიან ან არტისტები, ან პროდიუსერები, ან სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოადგებათ. შემდეგ ვიდეომდე